დღეს, როდესაც სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინფორმაციის მოძიება რამდენიმე წამშია შესაძლებელი, რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობდა. ციფრული სამყარო თავდაყირა დააყენა SWM, იგივე World Wide Web-მა, რომლის ისტორიაც ბრიტანელ კომპიუტერულ მეცნიერს ტიმ ბერნერს-ლის უკავშირდება. 1989 წელს, როცა ბერნერს-ალი შვეიცარიაში მდებარე კვლევით ორგანიზაციაში CERN-ში მუშაობდა, მან წამოაყენა იდეა, შეექმნა სისტემა, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერზე დაცულ ინფორმაციას ერთმანეთთან დააკავშირებდა. იმ დროს მსოფლიოში უკვე არსებობდა ცალკეული ქსელები, მაგალითად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სტენფორდის უნივერსიტეტის შიდა სისტემები, მაგრამ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ. ბერნერს-ლის მიზანი უფრო მასშტაბური იყო, ის ერთი დიდი ქსელის შექმნას უმიზნებდა. 1990 წელს ბერნერს-ლიმ პირველი ვებ ბრაუზერი და რედაქტორი შექმნა, რომელსაც თავდაპირველად მე შერქვა, თუმცა მოგვიანებით სახელი შეუცვალა და World Wide Web უწოდა. ამავე პერიოდში მისი კომპიუტერი Next მსოფლიოში პირველი ვებ სერვერი გახდა. 1991 წელს ბერნერს-ლიმ პირველი ვებსაიტი გამოაქვეყნა, რომელიც World Wide Web პროექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. თავდაპირველად ქსელი მხოლოდ აკადემიური ინსტიტუტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა 1993 წლის 30 აპრილს ბერნერს-ლიმ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მან პროექტის კოდი საჯაროდ გაავრცელა. ამით ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო გახდა. სწორედ ამ ღია ხელმისაწვდომობა მისცა გზას სხვა ბრაუზერების განვითარებას, როგორებიც არის Mosaic. შედეგად მსოფლიო ქსელის სწრაფად იქცა ინფორმაციის გაცვლის ყველაზე პოპულარულ სისტემად. სულ რამდენიმე წელიწადში ინტერნეტმა კაცობრიობის კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების და ცოდნის გავრცელების მეთოდები სრულად შეცვალა. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი იყენებს ინტერნეტს. ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ხოლო შტატებში საშუალო მოქალაქე კვირაში დაახლოებით 24 საათს ატარებს ონლაინ რეჟიმში. ინტერნეტის გავრცელება ითვლება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მოვლენად. მან უპრეცედენტო მასშტაბით გააფართოვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. აჩქარა მონაცემთა გაცვლა და შესაძლებელი გახადა იდეებისა და სოციალური მოძრაობების ისეთი გავრცელება, რასაც 1990-იან წლებამდე ვერავინ წარმოიდგენდა. ტიმ ბერნერ-ლის ხედვამ და გამბედაობამ შექმნა ქსელი, რომელმაც ყველა სფეროში, მეცნიერებიდან ეკონომიკამდე, რადიკალური გარდატეხა მოახდინა და დღემდე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ხშირად World Wide Web და ინტერნეტი ერთმანეთში ერევათ, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია და მათ შექმნასაც განსხვავებული ისტორია და მიზნები აქვს. ინტერნეტი გლობალური ქსელია, რომელიც ერთმანეთთან კომპიუტერებს და სხვა მოწყობილობებს აკავშირებს. მისი ისტორია 1960-იან წლებიდან იწყება. World Wide Web კი ინტერნეტზე დაშენებული სერვისია, რომელიც შესაძლებელს ხდის ინფორმაციის ვიზუალურ წარმოდგენას. ხშირად World Wide Web-სა და ინტერნეტს შორის განსხვავებებს ყველაზე თვალსაჩინოდ ასე განმარტავენ. ინტერნეტი გზაა, ხოლო World Wide Web-ი ავტომობილები, რომლებიც ამ გზაზე გადაადგილდებიან.